მოკავშირეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ კონცერტზე მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილი კონცერტი ორმოქმედებიანი იქნება. უფრო დეტალურად კი ნატა ქაჯაია ისაუბრებს. ნატა, დაიწყო თუ არა რეპეტიცია? თბილისში ემზადებიან კონცერტისთვის და ელოდებიან ბრიუსელიდან ქართული დელეგაციის დაბრუნებას, რათა აღნიშნონ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, სცენაზე იმყოფებიან წამყვანები, მიმდინარეობს გენერალური რეპეტიცია. დღევანდელ კონცერტს წარუძღვება მომღერალი ლიზა ბაგრატიონი, ასევე მსახიობი ლევან ხურცია. გენერალური რეპეტიციის შემდეგ დაახლოებით 2 საათში აქ მოვლენ უკვე მომღერლები ნინო ქათამაძეს და ნიაზ დიასამნიძეს ელოდებიან. დღევანდელ სცენაზე მომღერლები გამოვლენ პოპ ვარსკვლავების გარდა გამოვლენ საოპერო ვარსკვლავები, მათ შორის ნინო სურგულაძე, პაატა ბურჭულაძე და ანიტა რაჭველიშვილი, ასევე მაყურებლის წინაშე წარდგებიან სუხიშვილების მოცეკვავები. დღეს ისინი 4 ცეკვით იქნებიან წარმოდგენილი. აქედან ერთ-ერთი იქნება ხორუმი, რომელსაც დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ ცეკვას მოცეკვავები შეასრულებენ მაშინ, როდესაც დასრულდება ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები. საპატიო და ბევრად უფრო საპასუხისმგებლო როლი მაქვს დღეს წამყვანის ამპლუაში, თუმცა ეს პირველი არ იქნება ჩემი ამ ამპლუის მორგება ჩემთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღევანდელი დღე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის მხოლოდ კონცერტი იმისთვის, რომ უბრალოდ ხალხმა ისიამოვნოს, ეს არის ისტორიული ფაქტი, სადაც იღებს მონაწილეობას ქართველი ყველა ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო მასშტაბით ყველასათვის საყვარელია. კონცერტი იქნება ძალიან მოკლე, მაგრამ საკმაოდ ინტენსიური, იმიტომ რომ როგორც არის ასევე ფოლკლორის არის, კლასიკური ნომრები, ასევე საესტრადო. და შევასრულებ დანილას არიას, კაბის ესასის სამსახურად. ევროპის მოედანზე მოქალაქეებს ელოდებიან 9:30-დან, კონცერტი 9 საათზე დაიწყება და ის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. დიდი მადლობა ნატა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ნატა ქაჯაია. რა თქმა უნდა, ეთერის მერე აუცილებლად შენს წაგიყვანს. ძალიან ბევრი ადამიანი მეო დღეს ამ დღის აღსანიშნავად